ეკონომიკური კავშირი მსოფლიო ეკონომიკის გიგანტთან საქართველოს შემთხვევაში დანაშაულად არის წარმოჩენილი. ჰელსინკის კომისიის ხედვით ჩინური ინვესტიციები ქვეყნის სუვერენიტეტს უთხრის ძირს. კომისია ამ პოზიციის გამყარებას სუბიექტურად შერჩეული სპიკერებით შეეცდება. მოსმენა ასევე სუბიექტური სახელწოდებით 10 სექტემბერს შედგება. ნანგი ჭყიკვაძე გიამბობთ. ამერიკელი კონგრესმენების მორიგი აღიარება, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ჰელსინკის კომისიისთვის ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით გამოიხატება. რეალურ წუხილზე კომისია საკუთარ განცხადებაში წერს, სადაც ჩვენ ქვეყანას ჩინეთთან კავშირის გამო მწვავედ აკრიტიკებს. ეს მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა წლიურად $1 მილიარდ ცდება. საკითხზე უკვე დანიშნულია მოსმენა, სადაც გასაკვირი ალბათ არც არის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოწმებად სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი გამოიძახეს. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ორმაგი სტანდარტი მხოლოდ ქართული ოპოზიციისთვის არ იკითხება. მათთვის, ვინც სამშობლოს წინააღმდეგ ამ საერთაშორისო პლატფორმას ხშირად იყენებენ და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას უცხო ქვეყნის ტრიბუნიდან ცდილობენ. საქართველოს უნდა იყოს ევროკავშირში, საქართველოს უნდა იყოს ნატოში და სწორედ აი ამ გზიდან გადახვევის გამო აკრიტიკებს ჰელსინკის კომისია და სხვა ჩვენი მეგობრები საქართველოს ამჟამინდელ უკანონო რეჟიმს და არა იმის გამო რომ ვიღაცასთან ჩვენ ვაჭრობთ. მორიგის საცირკო სანახაობა ჯო უილსონის შესრულებით არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. საკითხზე ჩანიშნულ მოსმენაზე, რომ ქართული აგენტურა ამიწვეული ეს კომისიის მიზანს კიდევ უფრო ნათელს ხდის. ჰელსინკის ორმაგ სტანდარტს მმართველი გუნდი იმ ქვეყნების ჩამონათვალით პასუხობს, რომლებიც ჩინეთთან აქტიურ სტრატეგიულ პარტნიორობას ყოველდღიურად აღრმავებენ. თვითონ საქართველოს მიცის ხო, ვინ არის აგენტურა და რას წარმოადგენენ და რას და ვისებძიან, ხო? რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხედავთ სოფლიოს სხვა ქვეყნები ყველა მიისწრაფის, რომ ჩინეთთან გქონდეს ახლო მეგობრული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი, რაც მანამდეც გვინახავს და სავარაუდოდ ახლაც იქნება ერთგვარი შაპიტო, სადაც მოწვეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აქ საქართველოში ხელს უწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს, საზოგადოებრივი შუღლის და შფოთის გაღრმავებას, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო. ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს ძალიან ბევრი სტრატეგიული პარტნიორი, ვინც თავის მხრივ ჩინეთთან თანამშრომლობს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობს ჩინეთთან. ამასთან დაკავშირებით ბატონ ტრამპს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. და ამ ყველაფრის არასერიოზულობას კიდე ხასის უსვავს, რომ ამ შემთხვევაში ხა ქალბატონი ზურაბიშვილი და ხიდაშელი ყავთ უაუცდები დაპატიჟებული, რომლებმაც უნდა ისაუბრონ თითქოს და საქართველოს სახელით. საქართველოს როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის ქვეყანას ჩინეთთან პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ძენს. ეს არის მიზეზი, რამაც დასავლელი პარტნიორების გაღიზიანება გამოიწვია. როგორ მოხდა